დროა კულტურის ამბებსაც გადავხედოთ, უჩვეულო გამოფენას უმასპინძლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები, სხვადასხვა სახით მოხატული ჭურჭელი, ასევე უნიკალური და ორიგინალური მასალით შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი. არაპროფესიონალური ექსპოზიცია აერთიანებს ფსიქოსოციალური ცენტრის კამარას ყოფილი პაციენტების ნამუშევრებს და არტ-თერაპიის შემდეგ შექმნილი მათი შემოქმედება იქნება სწორედ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი უფრო დაწვრილებით დაგეგმილი ექსპოზიციის შესახებ კვანცა გიორგაძე მოგიყვებათ. ხელოვნება, რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერი, ნარკოტიკი დაამარცხა. მე დავბრუნდი, სწორედ ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრებს მოიცავს. სარკის ნამსხვრევებით აწყობილი პეპელა, ვალსი ზღვის ნაპირზე, მომაკვდავი მგელი ბამბუკების ხეივანში, რკოს-კაცებისგან შემდგარი ჯაზ-ბენდი და სიყვარული, რომელსაც დრო არ აქვს. იმ ნამუშევართა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დამთვალიერებელი ექსპოზიციაზე იხილავს. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცე რამდენიმე დღით სკულპტურების, ფერწერული ტილოების, მოხატული ჭურჭლის, ვიტრაჟებისა და უჩვეულო მასალით შექმნილი საინტერესო ობიექტების პრეზენტაციის ადგილად იქცა. ძალიან კარგი თანამედროვე სახელოვნებო გამოფენა ევროპული მასშტაბების და რაც თავარია მრავალფეროვანი გამოფენა, სადაც სრულიად სხვადასხვაგვარი, თქვათ, არტისტის ნამუშევარი არის წარმოდგენილი და მთავარი არის ის, რომ მას ერთი ნიშანი გრავს, გასაგები ნიშანი და შესაბამისად, თქვათ, ორმაგად მნიშვნელოვანი არის ეს გამოფენა და მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკასთვის ეს არის უბრალოდ მოვალეობა, რომ მსგავსი ტიპის აქციებს უმასპინძლოს. არაპროფესიული ექსპოზიცია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის კამარას ყოფილი პაციენტების ნამუშევრებს მოიცავს. არტ-თერაპიის შედეგად შესრულებული ობიექტების მასშტაბურ გამოფენას ცენტრი უკვე მეოთხედ მართავს. პროექტი მიზნად პაციენტის მიერ შინაგანი სამყაროს დაბრუნების პროცესის ჩვენებასა და მკურნალობის შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირებას ისახავს. ამაშია მთელი ფსიქოთერაპიის, ფსიქოკორექციის არსი. რომ ადამიანს ასწავლო იფუნქციონიროს ფხიზლად, ის იყოს კომფორტულად თავის თავთან, ჯერ დაუბრუნდეს თავის დაშორებულ შინაგან სამყაროს და მე ამ შინაგანი სამყაროთი, როცა მას უკვე შესათავაზებელი აქვს თავისი მე საზოგადოებისთვის, ეს გამოფენა არის უკვე შეთავაზება, რომ დამინახეთ ეს მე ვარ შიგნიდან. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი სამომავლოდ სხვადასხვა პერიოდში სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პაციენტების ერთობლივი ექსპოზიციის გამართვას აპირებს. მასშტაბურ პროექტამდე კი ბუნებრივი ხელოვნების გზით მიღწეული ეფექტის საინტერესო შედეგების ხილვას ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში 15 ივლისამდე შეძლებთ.